მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს შემოგიერთდით ახალი პროდუქტით და მინდა გაგიზიაროთ თქვენც. ეხლა მოგიყვებით ამ პროდუქტის შესახებ. და ასევე ჩემს კურსთან დაკავშირებით მოხდა ფასთა ცვლილება და ამასაც მოგიყვებით. ჩემი ახალი პროდუქტის სახელწოდება არის ასკეზა. ვფიქრობ, რომ უმრავლესობამ იცით, მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ თუ როგორ სწორად უნდა დავწეროთ და როგორ უნდა დავდოთ ხელშეკრულება ჩვენ სამყაროსთან. ასკეზა არის ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც კი შეიძლება ჩვენი სურვილი აგვისრულდეს. ამ ასკეზით თქვენ ხდებით დისციპლინირებული, ხართ პასუხისმგებელი თქვენი ცხოვრების, თქვენი სიტყვის და ფაქტიურად ყველაფერი გეცვლებათ. პროდუქტიული ხდებით და სიზარმაცე, ესე ჭყალებში რო ვთქვათ, სიტყვა გავიწყდებათ. რა არის ასკეზა? ასკეზა არის ის მეთოდი, რომ ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებას სამყაროსთან, მაგალითად, გვინდა რაღაც მავნეჩვევას გადავეჩვიოთ და მის სანაცვლოდ სამყაროს თხოვთ ჩვენი სურვილის ასრულებას. მავნეჩვევად რა შეიძლება რომ ვთქვათ? სიგარეტის მოწევა. თუნდაც რაღაცას ვიწყებთ გაკეთებას და ყოველთვის ტოვებთ შუა გზაში. სიზარმაცის გრძნობას ვივიწყებთ. მაგალითად, პუნქტუალურობას, როდესაც სამსახურში ვაგვიანებთ, ხო? და გვინდა ვიყოთ პუნქტუალური, ეს მეთოდი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენ შეძლებთ ახალი ჩვევების სწავლას, ცუდი ჩვევებისგან განთავისუფლებას. ასკეზა როგორ მუშაობს? თქვენ იღებთ 21 დღე, მინიმალური დღე არის ასკეზის 21 დღე. 21 დღით, მაგალითად, გინდათ რომ 6-ის შემდეგ არ ჭამოთ საჭმელი. და სამყაროს თხოვთ, რომ 21 დღე თქვენ 6-ის მერე არ შეჭამთ საჭმელს, რის სანაცვლოდაც გინდათ სურვილი აგისრულდეთ. თქვენ 21 დღის მანძილზე არც ერთი დღე არ უნდა დაარღვიოთ ასკეზა. ყოველ დღე უნდა შეასრულოთ თქვენი დანაპირები სიტყვა სამყაროსთან. სამყარო აუცილებლად აგისრულებთ თქვენს სურვილს, მაგრამ თუ თქვენ დაარღვევთ ასკეზას, სამწუხაროდ სამყარო დაგსჯით ცუდის მხრივ, ესე რომ ვთქვათ. ამას დეტალურად, რა თქმა უნდა, ჩემთან რომ მოხვალთ, გასწავლით თუ როგორ და რანაირად უნდა გავაკეთოთ. ასკეზა არის თუ არა მავნებელი? დიახ, არის მავნებელი. თუ მაგალითად დანაპირებს სიტყვას არ შეასრულებთ, სამყაროსგან დაისჯებით. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, თუ მაგალითად გაუაზრებლად დაარღვიეთ ასკეზა, შეგიძლიათ სასჯელი თქვენ თვითონ მოიფიქროთ თქვენ გაუაზრებელ შეცდომაზე და ამის სანაცვლოდ სასჯელი მოიხადოთ. თუ გააზრებულად დაარღვიეთ ასკეზა, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა შეასრულოთ სასჯელი, დაისაჯოთ და სამწუხაროდ თქვენი ასკეზა ანულირდება. არის ძალიან ძლიერი მეთოდი და უამრავი ადამიანი იყენებს თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ადამიანები, მაგალითად, გინდათ ინგლისურში მეცადინება, კარგი ჩვევების სწავლა შესაძლებელი. ყოველ დღე 15 წუთი. და რის სანაცვლოდაც გინდათ, რომ სურვილი აგისრულოთ სამყარომ, ხო? თუნდაც ეს იყოს ფულადი პრიზი, ესე ვთქვათ, დაოჯახება, ნებისმიერი სურვილი შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ასკეზით. ოღონდ უნდა შეესაბამებოდეს თქვენი სურვილი, თქვენი, ესე ვთქვათ, რის სანაცვლოდაც გინდათ მიიღოთ სურვილი, ხო? ან ორივე უნდა იყოს ერთი დონის ენერგიით. ერთი დონის სურვილი უნდა იყოს. ანუ მაგალითად ძალიან გიჭირთ თქვენ რომ ყოველ დღე ივარჯიშოთ და ისეთ სურვილს იღებთ, სამყაროსგან ისეთ სურვილს თხოვთ, რომელიც მართლაც ესეთი რთული სურვილია. ამას ყველაფერს მოგიყვებით ჩემთან რომ მოხვალთ და ჩაეწერებით. ასკეზის საფასური არის 20 ლარი. თქვენ აქ, სადაც სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნებ, შეგიძლიათ კომენტარის სახით მომწეროთ, შეგიძლიათ მესენჯერში მომწეროთ, ნებისმიერ ადგილას, სადაც ნახავთ, ან მეილზე, მითითებული მექნება ყველა ინფორმაცია. თუ დაინტერესდებით ამ ასკეზის შესახებ,
მომწერეთ, მეტ დაგირეკავთ თქვენ, მოგიყვებით ყველაფერს ასკეზის შესახებ და ტექსტურად გამოგიგზავნით, თუ როგორ უნდა დაწეროთ, თქვენ სურვილს მომწერთ, რომელი სურვილის ასრულება გინდათ და რის სანაცვლოდ, მე დაგიწერთ ტექსტურად, თქვენ უნდა დაწეროთ და ეს ფურცელი არ უნდა გადააგდოთ მანამდე, სანამ ასკეზა არ დასრულდება. უდიდესი უკარგესი მეთოდია, მართლაც რომ ვისაც არ გაქვთ გამოყენებული, ყველას გირჩევთ, რომ გამოიყენოთ. მეტად ხდებით პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული და პუნქტუალური. ძალიან ბევრ კარგ ჩვევას შეითვისებთ და ცუდი ჩვევისგან განთავისუფლდებით. ყველაზე კარგი მეთოდია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები, ჩემი ჩათვლით, ვართ ძალიან ზარმაცები. როდესაც რაღაცას ვიწყებთ გაკეთებას, შეიძლება ერთ დღეს გავაკეთოთ, მაგრამ მეორე დღეს დაგვეზაროს და აღარ გავაკეთოთ. არა უშავს თქვათ და შემდეგი დღე გავაგრძელოთ. მაგრამ შედეგს ამით ვერ მივიღებთ. ამიტომ ეს ასკეზა დაგეხმარებათ. მავნე ჩვევისგან განთავისუფლდეთ და კარგი ჩვევა შეითვისოთ. ყველას რეკომენდაციას გაძლევთ, რომ ეს ასკეზა გაიაროთ. 20 ლარი მერწმუნეთ, ამაში არაფერი არ არის, მაგრამ თქვენ ამით შეიცვლით თქვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ. მერწმუნეთ. რაც შეეხება ჩემ კურსთან დაკავშირებით, ვიზუალური დაფის შექმნასთან, რომ მქონდა გამოცხადებული 20 ლარი ღირდა საფასური. ეხლა მოიმატა ღირს 50 ლარი და ამ კურსში შედის. მხოლოდ ერთხელ გირეკავთ, გიყვებით თუ რატო გვისრულდება სურვილები და რატო ვაკეთებთ ვიზუალურ დაფას, შემდეგ ყოველ დღე გიგზავნით დავალებებს. ეხლა გადავაკეთე და სულ სხვანაირად გამოგიგზავნით. სანამ მოგიყვებით თუ რას გამოგიგზავნით, მინდა გითხრათ მანამდე, თუ ვიზუალური დაფა რა არის. ვიზუალური დაფა არის ყველა ის ჩვენი სურვილები ვიზუალური მხრით, ფოტოსურათებით, რომელსაც ვეჭდავთ და ვათავსებთ ჩვენ სურვილების დაფაზე, ვიზუალურ დაფაზე, სადაც ყოველდღე უნდა შევხედოთ და ვიზუალიზაცია გავაკეთოთ. თქვენი ქვეცნობიერი მეტად კარგად აღიქვავს, მეტად კარგად დაინახავს თქვენ რა სურვილი გაქვთ და მალე აგისრულდებათ. სურვილების დაფა არის ძალიან მაგარი ეფექტური, უბრალოდ 1 წლიდან 5 წლამდე არის ვადა, 1 წლიდან 3 წლამდე მინიმუმ. ამიტომ მაგ ვადაშივე აგისრულდებათ. მეტი ადრე შეიძლება არ აგისრულდეთ. გააჩნია სურვილს, გრძელვადიანი იქნება თუ მოკლევადიანი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასაც დააკვირდით, ძალიან გთხოვთ. ვიზუალური დაფის შექმნა ადვილი არ არის. დიდი პასუხისმგებლობა ჭირდება. როდესაც დავალებას გამოგიგზავნით, ძალიან გთხოვთ, შეასრულეთ და არ გადადოთ. იმიტომ რომ გადადებული საქმე მეტად მერე დაგეზარებათ და შემდეგ საერთოდ სურვილი არ გექნებათ რომ გააკეთოთ. კურსის შემადგენლობა იქნება 30 დღის მანძილზე. ვიზუალური დაფა შესაძლება 9 სექტორისგან. რა სურვილით ჩვენ გვინდა ამ 9 სექტორში შედის. პირველი არის ჯანმრთელობა, მეორე არის ურთიერთობა, მესამე არის ბავშვები და ჰობი, მეოთხე არის მოგზაურობა და დამხმარე ადამიანები, მეხუთე არის კარიერა და ბიზნესი, მეექვსე არის სწავლა, განვითარება, მეშვიდე არის ოჯახი, მერვე არის სიმდიდრე და მეცხრე არის დიდება და აღიარება. ამ 9 სექტორში შედის ყველა ის სურვილი, რაც ჩვენ გვინდა რომ ზოგადად აგვისრულდეთ. სხვა სექტორები არ არსებობს, სხვა კუთხის სურვილები არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ამვე 9 სექტორში შედის. ძალიან კარგი მეთოდია, ძალიან კარგი კურსი არის. თქვენ ამით მეტად გაიცნობთ საკუთარ თავს, მიხვდებით თუ საერთოდ რას გინდათ რომ მიაღწიოთ ამ ცხოვრებაში, იდეები ჩამოგიყალიბდებათ და მიხვდებით რომ ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცის შესრულება გინდათ და დაიწყებთ მოქმედებას. მთავარია გააკეთოთ და შემდეგ დაიწყებთ მოქმედებას. ამაში მე გპირდებით. ვიზუალურ დაფაში გასწავლით თუ როგორ უნდა დავწეროთ სწორად სურვილები და რატო, როდესაც ვწერთ სურვილები, რატო გვისრულდება მაშინ და როდესაც არ ვწერთ მაშინ რატო არ გვისრულდება, ამაზე მოგიყვებით და ყოველ დღე გამოგიგზავნით დავალებას, იდეებს, მაგალითად რა სურვილი შეგიძლიათ მოიფიქროთ ჯანმრთელობის სფეროში, ურთიერთობის სფეროში და პლუს ქვემოთ ჩამოვწერ მაგალითად როგორი ფოტოები უნდა
აარჩიოთ და ასევე ყველა სურვილზე მივუთავსებ დაახლოებით იმ ფოტოს, თუ როგორი უნდა აარჩიოთ. მაგრამ თქვენ თუ მოძებნით დაახლოებით იმ დაგვარ სურათს და იმას მოათავსებთ, უკეთესი იქნება. ყველაფერს ამას გამოგიგზავნით და ყოველი დავალებისთვის გექნებათ 2 დღე. დღეს რო გამოგიგზავნით, დღეს დაიწყებთ მუშაობას, ხვალ და ზეგ უკვე ახალ დავალებას გამოგიგზავნით. საერთო ჯამში 30 დღის მანძილზე ვასრულებთ სურვილების დაფის გაკეთებას. დიდი შრომატევადია, ამიტომ ძალიან გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით თქვენს, ესე ვთქვათ, სურვილებს, იდეებს და თქვენს ცხოვრებას ზოგადად. ასევე მინდა შემოგთავაზოთ ნეოგრაფიკის დახატვა. ნეოგრაფიკის დახატვის ცალკე საფასური აქვს 20 ლარი ღირს და ამ ნეოგრაფიკის დახატვით მე დაგახატინებთ მადლიერებას, პატიებას და შიშებს. როდესაც მომწერთ, თქვენ აარჩევთ, რომელის დახატვა გინდათ, დავხატავთ ერთად, გასწავლით თუ როგორ უნდა დახატოთ. ნეოგრაფიკით შეგვიძლია ჩვენი ნეირონები, მაგალითად, რაც ბლოკები გვაქვს, ჩავშალოთ, როდესაც ხატავ, რაღაც მაქვს სურვილი. ძალიან მეშინია იმ სურვილის, ესე ვთქვათ, რეალიზება. ხო? იმ სურვილის ასრულება. შიშები მაქვს. მაქვს რაღაც ნეგატიური ფიქრები. როდესაც ხატავ ამ ნეოგრაფიკას, ჩემი ნეგატიური ფიქრები, ჩემი ბლოკები იშლება და ქრება და მოდის ახალი იდეები, ოღონდ ჩემვე სასარგებლოდ, რომ მე ჩემი ცხოვრება შევცვალო და ჩემი სურვილი ავისრულო. ნეოგრაფიკის დახატვის შემდეგ გეძლება დიდი ენერგია, мотиваცია, რომ თქვენ სურვილი განახორციელოთ. არავის აღარ უყურებთ, არავის აღარ უსმენთ, ვინ რა სიტყვის, ვინ რას გააკეთებს და ჰეითერებსაც კი აღარ აკვირდებით. მიდიხართ და თქვენ ცხოვრებას ცვლით ნეოგრაფიკის მეშვეობით. ნეოგრაფიკა არის ძალიან, ესე ვთქვათ, ძლიერი მეთოდი, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ, მერწმუნეთ. ესეც ძალიან კარგი მეთოდია. ასკეზად, სურვილების დაფის შექმნა და ნეოგრაფიკა, ეს სამივე ერთად არის უძლიერესი მეთოდი ჩემოკარგებო. ამიტომ ყველას გირჩევთ, ვისაც ჯერ არ გაქვთ დაწყებული, მოხვიდეთ და გაიაროთ ეს კურსი. მერწმუნეთ თქვენი ცხოვრება ამ კურსის შემდეგ და ამ, ესე ვთქვათ, პროდუქტების შეძენის შემდეგ და შესრულების შემდეგ თქვენი ცხოვრება გრანდიოზულად უკეთესობისკენ შეიცვლება. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ და ისევ გააგრძელებთ ისევ იმ ეტაპზე ცხოვრებას, როგორც ცხოვრობთ და მაგალითად წინ ვერ მიდიხართ, ხო? მერწმუნეთ და ვერც წახვალთ წინ, იმიტომ რომ ესენია ძირითადი ფაქტორები იმისა, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ. თუნდაც უჩემოთ, შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი სურვილები დაწეროთ ფურცელზე და დაიწყოთ უკვე რეალიზაცია. და რაც შეეხება კონსულტაციას. კონსულტაციის საფასური არის 20 ლარი. ზოგადად ამ 20 ლარში შედის 1 საათი, გაგესაუბრებით მაგალითად თუ რა სურვილები გინდათ, რა იდეები გაქვთ, რისი გეშინიათ და შემიძლია დაგეხმაროთ და მეტი სხვანაირად გზით დაგანახოთ თუ როგორ უნდა ისრულოთ თქვენი ესა თუ ის სურვილი. ჩემოკარგებო. ამიტომ მე რასაც გთავაზობთ ახლა, არის უმაგრესი მეთოდები. და ამიტომ თუ თქვენ ნახეთ ეს ვიდეო, ესე იგი თქვენ გჭირდებათ, რომ ეს გაიაროთ. ამიტომ არ გადადოთ. ეს თანხები არ არის ძალიან ძვირადღირებული და თქვენ რო გადაიხდით, მერწმუნეთ, რომ თქვენ შეიცვლით ცხოვრებას. მაგრამ პასუხისგებლობა აუცილებელია. თუ თქვენ უბრალოდ ისე შეხედავთ ამ ყველაფერს და არ გააკეთებთ, ისე არაფერი არ მოგხდება. უნდა იმოქმედოთ, უნდა დაწეროთ, უნდა მოიძიოთ და უნდა გააკეთოთ. და კიდე მინდა დავამატო ასკეზის შესახებ. ასკეზა სახუმარო საქმე არ არის. თუ არ ხარ მზად, მჯობესი არ დაიწყო. უნდა კითხო შენს თავს, შენ შეძლებ ამის გაკეთებას და მაშინ დაიწყე. როდესაც დაიწყე, პირველი 2-3 დღე ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეტაპობრივად გაგიადვილდება, გაგიხარდება, იმიტომ რომ შენ უკეთესი ხდები. შენ ისეთი ადამიანი ხდები, როგორცაც ხედავ. თუნდაც ირგვლივ ადამიანებს უყურებ და გინდა რომ იმას გავდე, ზოგადად. ისეთი ხდები. და ამიტომ ნუ გადადებთ ამ დროს. უკეთესი დრო არასდროს არ გამოჩნდება. უკეთესი შესაძლებლობა არასდროს არ გამოჩნდება. ამიტომ ეხლა გაქვთ დრო, ეხლა გაქვთ შესაძლებლობა, გამოიყენეთ. და გახდით მეტი უკეთესი.
ასევე მოგცემთ ტექნიკებს საკუთარი თავის შესაყვარებლად. მოგცემთ თუ როგორ უნდა დავწეროთ განცხადება სამყაროსთან, როგორ უნდა ვთხოვოთ სამყაროს დახმარება, ტექნიკებს გასწავლით. და ბევრ მეთოდებს გასწავლით, კიდევ პატარა-პატარა წვრილმანებს, რომელიც გაგიადვილებთ ცხოვრებას. ასევე ერთ-ერთ სიტყვას გასწავლით, რომელიც მაგალითად გინდათ რომ მანქანა დააპარკინგოთ და ადგილი თავისუფალი არ არის, ხო? წინასწარ ამ სიტყვას გაიმეორებთ და იქ ყოველთვის იქნება ადგილი თავისუფალი. მერწმუნეთ, ამ ტექნიკებსაც გასწავლით, გაგიზიარებთ და მერწმუნეთ ჩემთან რომ მოხვალთ, ძალიან ბედნიერი წახვალთ. და სულ მეტყვით რომ აი ყველა სურვილი მისრულდება და მიხვდებით უკვე რამდენად უკეთესი ხდებით. და თქვენ შეფასებებსაც დავინახავ ძალიან მაგარს. საუკეთესო ადამიანები გავიცანი, ჩემი მოსწავლეები. მათ ვუყურებ და მათგანაც რაღაცეებს ვსწავლობ და მე ძალიან ვამაყობ ჩემით რომ მე ეს ნაბიჯი გადავდგი და მინდა რომ ყველა ჩემს მოსწავლეს მადლობა გადავუხადო იმისთვის მოვიდნენ ჩემთან და მაფასეს და მენდენ. მათი შეფასებებით მე ძალიან ამაყი ვარ და მართლაც რომ ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი მათი. ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საკუთარი თავი თუ არ გვეყვარება, თუ არ დავაფასებთ, მერწმუნეთ, ირგვლივ მყოფები ამას შეამჩნევენ და ისე მოგვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით ჩვენ საკუთარ თავს. ჩვენი საკუთარი თავი პირველ ადგილას უნდა გვყავდეს, უნდა გვიყვარდეს, უნდა ვეფეროთ. უნდა ვიზრუნოთ მასზე. უნდა ვკოცნიედეთ მას. ყველა ადამიანს სჭირდება მოფერება. თუნდაც მეუღლეს, ბავშვებს, მეგობრებს ჩახუტება, ხო? აი საკუთარ თავს რო ჭირდება, ისე არავის არ ჭირდება. იმიტომ რომ შენი საკუთარი თავი ყველაფერს აკეთებს. ყველაფერს. შენი ხელები საქმეს აკეთებენ, შენი თვალები ხედავენ, ლაპარაკობენ, შენი ტუჩები, ენა, სხეული, ფეხები, თუნდაც ნებისმიერი რამე. ამიტომ, ჯერ პირველ რიგში, თქვენი თავი უნდა შეიყვაროთ, თქვენ თავზე უნდა იზრუნოთ. როდესაც მაგალითად კითხავთ, რომ ახლა შვილები მყავს და როგორ დავაყენო ჩემი თავი პირველად. არა უშავს, შვილებს როდესაც უყიდით იმ რაღაცას, თქვენი თავით არ გამოგრჩეთ, თქვენ თავსაც ის გაახარეთ, როგორც პატარა ვას ბავშვობაში გაგიხარდებოდათ. იმიტომ რომ თქვენვე უნდა ადიდოთ, აღმერთოთ თქვენი თავი, გიყვარდეთ და იგრძნოთ ეს ყველაფერი. შემდეგ კი არ დაგჭირდებათ, რომ სხვა ადამიანებმა დაგაფასონ და სხვა ადამიანებმა შეგიგრძნონ. ეს თავისით მოხდება, იმიტომ რომ თქვენ უკვე მიიღეთ თქვენი თავი. თქვენ უკვე შეიყვარეთ თქვენი თავი. მე არ გულისხმობ ეგოიზმობას და ნარცისობას, ამას არ ვამბობ. ეს სხვა გრძნობაა. ეს სხვა გრძნობაა. უნდა გიყვარდეთ თქვენი თავი იმისთვის, რომ თქვენმა თავმა მეტი და მეტი გაგიკეთოთ. მადლობა უნდა გადავხადოთ თქვენ თავს იმაში, რასაც აკეთებთ, თუნდაც სახლს რო ალაგებთ, თუნდაც საჭმელს რო აკეთებთ, თუნდაც ბავშვებს რო უვლით, თუნდაც მშობიარობის, რამდენად დიდად სამადლობელია ზოგადად ეს სიტყვა, რამდენად ჩვენ ზოგადად ქალებს გულისხმობთ, მამაკაცებზეც ვამბობ ახლა რა თქმა უნდა, რომ საკუთარი თავი უნდა უყვარდეთ, უბრალოდ ახლა აქცენტი ქალებზე გავაკეთე. მშობიარობა, ეს ყველაზე რთული რაღაც არის, ყველაზე დასაფასებელი. აი ამისთვის უნდა უთხრათ მადლობა თქვენ თავს, რომ ეს შეძელით თქვენ და ჩემო მეგობრებო. მერწმუნეთ, რომ თქვენი თავი, როდესაც გეყვარებათ, ეხლა გაგიკეთებთ პრაქტიკას. ეს გააკეთეთ ყოველ ღამე, ან ყოველ დილის. და მერწმუნეთ, რომ უკვე იგრძნობთ ცვლილებას. ჩემო თბილებო. ყველაფერს ირგვლივ ჭირდება მოფერება, ზრუნვა და ნებისმიერი რამის გაკეთება. თუ ცუდად მოიქცევი, ხო? მისგანაც იგივეს უნდა ელოდო. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა მოვეფეროთ. აი დილას რო ადგებით, მოსწავლეებს ზოგადად დავალებათ ვაძლევ, მაგრამ აქაც გეტყვით. დილას რო ადგებით, ტელეფონს არ მოკიდოთ ხელი. მოსაწესრიგებლად რო შეხვალთ აბაზანაში. თქვენ თავს უბრალოდ უთხარით, რამდენად ლამაზი ხარ, რამდენად საყვარელი ადამიანი ხარ.
რამდენად ნიჭიერი ხარ. შენ ყველაფერს შეძლებ. შენ ძლიერი ხარ. მე შენ ძალიან მიყვარხარ. მე შენზე გიждები. შენ ყველაფერი გამოგდის. შენ საუკეთესო ადამიანი ხარ. ის სიტყვები უთხარით, რა სიტყვებიც გინდათ რომ გარედან გითხრან ადამიანებმა. როდესაც ამას ეტყვით თქვენ თავს, მერწმუნეთ რომ გარეთ ადამიანებიც ამას გეტყვიან. მერწმუნეთ. ჩაეხუტეთ თქვენ თავს. მოეფერეთ, აკოცეთ. უთხარით როგორ ძალიან გიყვართ ის და მოეშვით. უბრალოდ როც ჩაეხუტოთ და ეს სიტყვები არ უთხრათ, რამდენად იცით, რამდენად დიდი ენერგია აქვს, რამდენად დიდი გრძნობაა ეს. ამიტომ ეს გააკეთეთ, ჩემო თბილებო. აქ მე უკვე დავასრულებ. ფასებსაც ჩამოგიწერთ და ველოდები, რა თქმა უნდა, თქვენს მხარდაჭერას. თუნდაც ვინც არ უნდა შეიძინოთ, სულ ერთია ჩემს მეგობრებისგან, ახლო წრესგან, ჩემს გამომწერებისგან, ჩემს კოლეგებისგან. ველოდები თქვენს უბრალოდ ლაიქს და კომენტარს, რომ უბრალოდ ვიგრძნო, რომ მხარს მიჭერთ. ჩემი დიდი სიხარული იქნება. ყველას უდიდეს მადლობას გიხდით წინასწარ ამისათვის. აქ მე უკვე დავასრულებ და ველოდები გამოხმაურებებს.